ბატონ დემურ ჩვენი მუდმივი ექსპერტი თუ შეიძლება წარგვიდგინეთ ტესტ დრაივერები. ბატონი ნიკოლო ზონიკაძე და ბატონი გიორგი აფშავა. სასიამოვნოა. და რაც ჩვენი მთავარი მიზანი იყო ამ სამი ავტომობილის გამოცდის დროს, ანუ ეს ის არის, რომ ჩვენ უკვე გამოვცადეთ Toyota Yaris-ი, ოღონდ გოგონება გატესტეს Toyota Yaris-ი შეადარეს Nissan Micra-ს. დიახ. და იმ შემთხვევაში Toyota Yaris-მა საკმაოდ კარგი მაჩვენებლებით, ასე ვთქვათ, გაიმარჯვა. ახლა ჩვენ გვაინტერესებს, რომ გავტესტოთ ამ კლასის ავტომობილის სამივე და შევხედოთ თუ რისი მაქნისები არიან ისინი. რაც შეეხება სანამ ტესტს უშუალო ტესტზე გადავალთ, სანამ ჩვენ წავალთ სტუდიიდან, მოგესალმებელევან. სანამ წავალთ სტუდიიდან და უკვე საჭეებს მიუსხდებით საჭეს. მანამდე ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ტექნიკურად შევაფასოთ ეს ავტომობილები, ვიზუალურად ყველამ კარგად ვიცით სამივე ავტომობილი რას წარმოადგენს. და უკვე ჩვენ სანამ ჩაწერას დავიწყებთ, მანამდე უკვე ფავორიტიც გამოიკვეთა აშკარა. ხო, ტექნიკური მაჩვენებლებით თქვენ უკვე ყავთ თქვენი ფავორიტი. არა მარტო ტექნიკური მაჩვენებლებით, არამედ ვიზუალური მხრიდაც და ვიცით, ახლა ჩვენ ამ ავტომობილს ვიცნობთ. და კულისებში საინტერესო გაჩუმდი. აშკარა ფავორიტი გამოიკვეთა, ეს არის Suzuki Swift-ი. მე მგონი რომელზეც სამივენი შევთანხმდეთ, რომ ესე იგი შეძენის არჩევანი რო ქონოდა, არჩევანს გავაკეთებდით Suzuki Swift-ზე. და რატო თუ შეიძლება აგვიხსენით მოკლედ? ძალიან მარტივია ეს ყველაფერი. ფასი, ხარისხი, ძრავა, რაც თავარია უსაფრთხოება, რომელსაც საქართველოში ნაკლებ ყურადღებას აქცევენ სამწუხაროდ, მაგრამ Suzuki Swift-ს აქვს 10 აერბალიში, ამ პატარა მანქანას 10 აერბალიში აქვს და აშკარა ლიდერია ამ ხრივ. Toyota-ს სულ 2 აერბალიში აქვს და Ford-ს აქვს 8 აერბალიში. რაც ასევე მოსაწონია. და იმას აი ხედა 2 მანქანის სამყოფი აერბალიში აქვს. Suzuki-ს 2 მანქანის სამყოფი აერბალიში აქვს. ფასებს რაც შეეხება დღესდღეობით ისიც აღსანიშნავია, რომ GT Motors ახალწლამდე აქვს აქცია და 10%-იანი ფასდაკლება აქვს ავტომობილებზე, ასე რომ ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ Suzuki ან Ford-ი შეიძინოს, შეუძლია ეს თუნდაც showrooms და ნახოს და შეიძინოს ეს ავტომობილები. 10%-იანი ფასდაკლებით. რეალურად Ford Fiesta-ს ფასი აქციის, მიმდინარე აქციის პირობებში არის $15,780. Suzuki-ს აქციის ფასი არის $15,270 და Toyota-ს ფასია $17,600. ყველაზე ძვირი პრინციპში Toyota. და რატო ტექნიკური მაჩვენებლები უფრო კარგი აქვს, უფრო გამჯობეზებული ვიზუალური აქ ჩვენ ახლა საქმე გვაქვს კომპაქტ კლასის ავტომობილებში სამივე არის აი ამ კატეგორიის ავტომობილი. ანუ ერთგივე კლასია, ხო? კი, ერთგივე კლასია და პრიორიტეტი მომხმარებლისთვის არის რაღაცა განკუთვნილ თანხაში კომპაქტ კლასში რომელ ავტომობილს შეეძენდით. და აქ ნაკლები ყურადღება ეძლევა დაუშვათ აჩქარებას, რამდენი ცხენის ძალაკ და ასე შემდეგ. აქ არის ლაპარაკი. რა თქმა უნდა, კომპაქტ კლასია, აქ არის დაუშვათ რაღაცა კონკრეტულ თანხაში, რამდენად კარგად შეფუთულ ოჯახის მანქანა შეიძენ მცირე ძალიან ისეთი დიდი სხვაობა ფასში ძალიან მცირე ლიტრაჟიან ავტომობილში, აქ ფასი სხვაობას იძლევა რეალურად. იმიტომ რომ ახლა როგორც აქ აღნიშნეთ 17,600-სა და 15,000 საშუალოდ 500 შორის, ახლა არის სხვაობა, მით უმეტეს როცა არის მაგ სხვაობაში ჩემი ავტომობილი გაიყიდეთ. კი. და აქ მნიშვნელოვანი კიდე ის არის, რომ ჩვენ სამივენი Suzuki Swift-ის ფავორიტად იმიტომ წარმოვადგინეთ, რომ აი ამ ღირებულებაში და აი ამ კლასში ყველაზე კარგად შეფუთული ავტომობილია. როგორც უსაფრთხოების სახით, ასევე აი ამ დამატებითი ოფციების, რაც ამ ავტომობილს გააჩნია. ძალიან კარგი. აი რაღაცის თქვა გინდოდათ თუ შეიძლება დიახ. რა მარტო ფასთან სხვაობა არ არის. ანუ ფასიც მცირედი აქვს და ანუ კომპლექტაცია ბევრად ისა. მეტი აქვს ვიდრე ფასი? ძალიან საინტერესო. ამ ტიპის ავტომობილს, როდესაც მომხმარებელი ყიდულობს, რას აქცევს ყურადღებას, ხო? შედის სალონში, ჯერ ვიზუალურ მხარეს შეხედავს, შემდეგ შეხედავს, თქვათ, ალუმინის დისკები აქვს თუ არა ავტომობილს, ამას ძალიან ბევრი აქცევს ყურადღებას. ახლა გასაკვირი არ არის. საბედნიეროდ კომპაქტ კლასშიც წინ არის წამოწეული, რაც სასურველია და კარგია. ამ შემთხვევაში სამივე ავტომობილი ვიზუალურად ჩვენურად გამოიყურება. ანუ მომხმარებელი როგორ ჩამოთვალეთ, ანუ მომხმარებელი შედის სალონში, აფასებს ვიზუალურ მხარეს. პირველი ალუმინის დისკს, რომელიც არასდროს არ შეიმასებია. ხო. ამ სამივე ავტომობილს აქვს ალუმინის დისკები. პლუს მე ჩაჯდება უკვე მოირგებს ავტომობილს, შიგნით როგორ იგზნობს თავს, თქვათ, როგორ ზის, იქ რაღაცა ერგონომიკა როგორი აქვს ავტომობილს. თავისთავად მე მიაქცევს ყურადღებას, აქ კონდიციონერია, კლიმატ კონტროლია, თქვათ, Bluetooth სისტემა არის, არ არის. ანუ Bluetooth სისტემას ახლა რეალურად საქართველოში ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, მიჩვეულია ხალხი მაინც რომ მობილურზე მაინც საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმებია ამაზე.
და რაც შეეხება Bluetooth თვითონ მანქანას აქვს Bluetooth სისტემა, მე ჩამორჩენილი ვარ ბოლომდე. და ეს ყველაფერი Suzuki-ს აქვს. Bluetooth სისტემა, Ford-საც აქვს Bluetooth-ი. ანუ მეტ კომფორტს გიქმნის შენ, როგორც მომხმარებელს. ამავდროულად, თქვათ, თუ Ford-ს და Toyota-ს ამ შემთხვევაში აქვს კონდიციონერი, Suzuki-ს აქვს კლიმატ კონტროლი. ну ღილაკზე დაქოქით ახლა ვერავის ვერ გააოცებ, მაგრამ ღილაკით იქოქება Suzuki და ორი სხვა ავტომობილი უკვე გასაღებით იქოქება ჩაოლები. გასაგები. ანუ ახლა რა ორი ეტაპით ჩამოთვალეთ, რომ შევდივართ იქ მოვიდგებთ ავტომობილის ადგილზე და დავუშვათ მესამე ეტაპი, რომ test drive. Test drive. და ახლა ჩვენ წავალთ test drive. მოგრეთ, ანუ ჩვენ პირველი ორი ეტაპი გაგვიგли გვაქვს, ავტომობილები ნანახი ყავს, ვნახეთ კომპლექტაცია, და ფავორიტის გამოვლენილია ჯერჯერობით. ჯერჯერობით, ხო? დავუშვათ test drive, მზად ხართ ბიჭებო? ჩვენ მეგონი წავედით. კარგი, შეგვიძლია წავიდეთ და გამოვცადოთ ეს სამივე ავტომობილი. აუცილებლად. წავედით. წავედით. დაგველოდეთ. One night to be confused, one night to speed up truth. We had a promise made, 4 hands and then away. Both under influence, we had divine sense to know what to say. Mind is a razor blade to call for hands of above, to lean on. Would it be good enough? One night of magic rush, the start a simple touch. One night to push and scream, and then relief. 10 days of perfect tunes, the colors red and blue. We had a promise made, we were in love. To call for hands of above, to lean on. Would it be good enough for me? To call for hands of above, to lean on. Would it be good enough? And you knew the hand of the devil, and you kept us awake with false teeth, sharing different heartbeats in one life. To call for hands of above, to lean on. Would it be good enough for me then? To call for hands of above, to lean on. Would it be როგორი იყო შტაბის-ძლება? კიო. მე პირადად Suzuki Swift-ი უპირობო ფავორიტია. ამ სამეულში. ჩვენ ტყუილად არ აღვნიშნეთ თავიანთი რომ Suzuki Swift-ი ამ შემთხვევაში ნამდვილად ფავორიტი იქნებოდა. ჯერ ოფციებში ვიყავით დარწმუნებული და იქიდან გამოვიტანეთ დასკვნა და რა ვიცი ტესტის შესაბამისად უკვე ღმრთ დავწმუნდით რომ ჩვენი ფავორიტი არის Suzuki Swift-ი და მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ძლიერი ძრავი Toyota-ს აქვს პრინციპში, ხო, რაღაც ცოტა ხისტიც მეჩვენება და ძალიან ხმაურიანი მეჩვენება ძრავი. არ აქვს ხმისგან არანაირი დაცვა რა, ანუ აწეული ფანჯრებით მოძრაობდით ეხლა და ხმა შემოდიოდა ისე ძალიან პრობლემაა რა, მით უმეტეს. ხმაური იზოლაციის მხრივ ყველაზე ძალიან მე Fiesta მომეწონა მართალი გითხრათ. Fiesta არის, ну, ტიპიური ურბანული ავტომობილია პრინციპში და რასაც მოველოდი პრინციპში ის მივიღე, ანუ არ მოველოდი თქვა Fiesta-სგან რაღაც ზედმეტად აქტიურ მართვას და ძალიან გზნობიარე საჭეს და სიტყვაზე იგივე. გადაცემათა კოლოფი ცოტა
აი პლასმასის ფრაგმენტები ინტერიერში, ხა პრინციპში სამივეს აქვს ჭარბად, მაგრამ Toyota-ში ყველაზე მეტად ხმაურობდა, აი რაც არ მომეწონა რა. ხო, ხარისხი აშკარად Suzuki-ში უფრო მაღალია პლასმასის და რაც შეეხება Ford-ს, იქ უკვე ურეთანის ცენტრალური კონსოლი მოგვიდეს. Ford-ში მომეწონა ინტერიერი, განსაკუთრებით ცენტრალური დეშბორდი მთლიანად, იმიტომ რომ აშკარად შეესაბამება 21 საუკუნეს. ცოტა ფუტურისტულიც კი არის, რაც ხიბლავს. გადაცემათა კოლოფი სტანდარტულ რეჟიმში მე მომიჩნევა რომ არ ადეკვატურად მუშაობდა როგორც აღმარზე, ასევე სწორ მონაკვეთზე რა. ხო, პრინციპში იგვიანებს მე მგონი. იგვიანებს. ასევე არის Toyota-ზეც მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ნელი არის რა, ასე ვთქვი, გადაცემათა კოლოფი. ხო, არა, პრინციპში Swift-ო აშკარად დაჩაგრა კონკურენტები, მე მგონი, თითქმის ყველა კომპონენტში. კი, როგორც ერგონომიკაში ინტერიერი მაქსიმალურად შეიძლება ცოტა ზოგიერთ ლაკონურად მოიჩვენოს, მოხმარებელი როცა უშუალოდ შეეხება ავტომობილს, მაგრამ ყველაფერი არის კარგად გადაბალანსებული. გადაცემათა კოლოფი მუშაობდა ამ სამში ყველაზე საუკეთესოდ, ყველაზე ადეკვატურად და საჭის მართვაც სასიამოვნო იყო. აი ადეკვატური საჭი აქვს, საკმაოდ ადეკვატური საჭი აქვს რა. კარგად რეაგირებს ნებისმიერ მოსახლეობას. თან ამავდროულად ერთი ის არის, რომ უბრალოდ Suzuki ყველაზე პატარაა. ანუ გარეგნულათაც და შიგნითაც ცოტა თავის კონკურენტებთან შედარებით პატარა ჩანს. აი არის მივცემდი ერთ პლუს, რომ ინტერიერი როგორც წინა მოდელზე სივცე. კი, სივცე. ისევე ამასაც შენარჩუნებული აქვს. ამ სამიდან ყველაზე დიდი სივცე არის შემე. სამწუხაროდ სხვა კომპონენტებში კომპენსაციას უკვე სივცის სიდიდე უკვე ვეღარ ჯავნის. მაგრამ მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მუხრუჭი გაცილებით უკეთესი ქონდა ვიდრე სხვა დანარჩენ მოდელებს. ხო, სულ კი რა რბილი იყო უფრო. რბილი იყო და უფრო ეფექტურად შეჩერდა. კი. თუმცა არ დაგვაუწყდეს, რომ ამ სამისგან, ესე იგი, მხოლოდ Swift-ი არის კომპაქტ კარის კვალობაზე თითქმის რამე სპორტული ოპცია 16-იან საბურავები უყენია. და თავისი შეიძლება იზედმეტი სიხისტეც აქედან იყო გამოწვეული, მაგრამ როგორც ჩანს ავტომობილის გეომეტრია უკვე აგებული არის თავიდანვე 16-იან საბურავებზე რა. პრინციპში ეს ხიბს უფრო მეც მატებს, ვიდრე დისკომფორტს ან რაღაცა მინუსს რა. მოდი ქულებზე გადავიდეთ. ვინ რამდენს დაუწევთ? 10 ქულიდან თქვათ რამდენს მოხმარებელსაც, როგორც რიგითი მოხმარებელი, აი რაღაცა შეზღუდული თანხიდან, ყველაზე კარგად შეფუთული ავტომობილია Swift-ი, ფასით შესაბამისი და ხარისხი ალბათ იმ ფასს აჭარბებს კიდეც რა. ამიტომ საუკეთესო არჩევანია ჩემთვის პირადად. 10 ბალიანი სისტემით რო შევაფასოთ, მე საერთოდ კომპაქტ კლასის მოყვარული არა ვარ და ამიტომ სუბიექტური იქნები და მხოლოდ 9-ს დაუწერ. Ford-ი თანამედროვეა, ფერი მომწონს, დეშბორდია ორიგინალური, მაგრამ Swift-ამდე მაინც ვერ მოდის 8 ბალი, Corolla-ს მხოლოდ 6. ოდიში არის. აი მე 9 ქულას დაუწევ აუცილებლად Suzuki-ს, იმიტომ რომ ნამდვილად ყველაფერი აქვს იდეალური. Fiesta-ს მივცემდი 8 ქულას და Toyota-ს მივცემდი 5 ქულას. რაც შეეხება მე ამ რაც შემიძლია თქვა, რომ როგორც ყოველდღიური მოხმარების ავტომობილად რო ვიხმაროთ ეს მანქანები, პრინციპში მეც არ ვარ ამ კლასის ავტომობილების დიდი მოყვარული. სარბენად ქალაქში როგორც სიტყვა ეხება Suzuki მართლა ძალიან კარგია, ამ შემთხვევაში უბრალოდ მე Suzuki-ს რაც არ მომწონს ისე რომ ცოტა უფრო პატარა სივრცე აქვს სალონში და განსაკუთრებით საბარგულში. ამ შემთხვევაში მე 8 ქულას მივცემდი Suzuki-ს, Ford-ს მივცემდი 9 ქულას, იმიტომ რომ დიზაინი მომწონს ძალიან მანქანის. ამავდროულად ყველაზე რბილი ეს მანქანაა ამ სეგმენტში, ახლა ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში და სივრცეც საკმაოდ კარგი აქვს. რაც შეეხება Toyota-ს, მართალი გითხრათ, მეც დიდად მოხიბლული არ დავრჩი ამ შემთხვევაში და 6 ქულას დაუწერ, იმიტომ რომ კარგი ძრავა აქვს და კარგად ამოხრუჭებს. მე და შენი აზრი დაემთხვა ამ შემთხვევაში. მინიმალურ შეფასებაში. ნუ სამწუხაროდ ასე მოხდა, იმიტომ რომ ჩვენ რაც არ უნდა სუბიექტურები ვიყოთ ამ შემთხვევაში, გარკვეული ობიექტურობაც დაძდებს ამას ნებისმიერ შეუძლია შეამოწმოს ეს ავტომობილები და ჩვენ რაც ვთქვით, მე მგონი იმაში ყველა დარწმუნდება. დაგვეთანხმებიან უდაოდ. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით, დიდი მადლობა რომ დაგვეხმარით ამ ავტომობილების გატესტვაში და მე მგონი ჩვენი მსმენელებისთვის, ჩვენი მაყურებლებისთვის ყველაფერი ეს ძალიან საინტერესო იქნება მომავალში.